ვინ დარაჯობს მოდარაჯეებს. თუ რამე საბჭოთა დარჩა საქართველოში, დარჩა სწორედ ამ უწყებაში. სუსი იქცა რეჟიმის პოლიტიკური სისტემის უსაფრთხოების სამსახურად და არა სახელმწიფოს და სახელმწიფოს ინტერესების. ამ ფონზე, როდესაც მთელი სახელმწიფო ამ კონკრეტული უწყების რესურსი ხმარდება პარტიის უსაფრთხოებას, შესაბამისად ხდება მისი დეკვალიფიკაცია. ანუ შეუძლებელია უწყება, რომელიც არ ვიცი, საბავშვო ბაღის დირექტორის თუ გამგის რაღაცა პროფილებსაც ქმნის და ამის შესახებ ცნობებს წერს, თანაბრად ემსახურებოდეს ქვეყნის უსაფრთხოებას, ერთი მხრივ ამოსაკეთებდეს და მეორე მხრივ მაგალითად განეიტრალება უწევდეს რუსული სადაზვერო ინფრასტრუქტურის ქვეყნის შიგნით, ხო? ანუ ამ ორ რაღაცას ერთდროულად ვერ გააკეთებს სახელმწიფო, ვერც ერთი უწყება, შესაბამისად ეს არის არსებითი პრობლემა, რომელსაც აქვს სხვადასხვა გამოხატულება. ხა ამ ვითარებაში ამის კლასიკური გამოხატულება არის ის, რომ პარტიის ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგი ცოტა ხნის წინ მართავდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ხო? ეს ფაქტი, რომ პარტიის პოლიტიკური იდეოლოგი და მისი პროპაგანდის შექმნის ჩართული ადამიანი შეიძლება მე აღმოჩნდეს ამ უწყების ხელმძღვანელად, უკვე ნიშნავს რა ხარისხის პოლიტიზაციასთან გვაქვს საქმე უწყების. შესაბამისად, ეს ყველაფერი ჩვენ გვაკლდება მოქალაქეებს, ამიტომ რომ კიდევ მეორებ შეუძლებელია თანაბრად გადაანაწილო რესურსები ნებისმიერი უწყების შიგნით, რომელიც ასეა მისი პოლიტიკური პრიორიტეტები თუ სამუშაო პრიორიტეტები გადღაბნილი. ეს არის პრობლემა. როცა ვლაპარაკობთ სუსის ძალაუფლების დეკონცენტრაციაზე, ამ ამოცანის წინაშე დავდგებით, ერთ-ერთი პირველი რასაც გვეტყვიან, თქვენ ასუსტებთ სახელმწიფოს, გვეტყვიან. ამიტომ ჩვენი პასუხი ამაზე ის კი არ არის და ჩვენი გზავნილი რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვაუქმებთ, არამედ პასუხი არის ის, რომ ჩვენ ვქმნით იმ ტიპის უსაფრთხოების ეკოსისტემას, რომელიც მიმართული იქნება ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე და დაცვაზე ამ ქვეყნის, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სხვა უწყებებთან ერთად ექნება როლი. ამ როლს აუცილებლად სასახად ჭირდება მაკოორდინირებელი ორგანო და მაკოორდინირებელი ორგანო ეროვნული უსაფრთხოების ან ეროვნული მნიშვნელობის საბჭოს სახით აუცილებლად უნდა შეიქმნას და ბოლო ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც კავშირში ასევე კოალიციურ მთავრობასთან რომელიც დასაწყისში ვახსენე, ეს არის საპარლამენტო კონტროლი. ხო, თავდაცვის და უშუალობის კომიტეტი, მე ჩვენს ხედვაში და ამას ვეცდები რომ სხვებსაც დავარწმუნო, ამაში მგონია რომ უნდა გაიყოს, უნდა არსებობდეს ცალკე თავდაცვის კომიტეტი და ცალკე უსაფრთხოების ორგანოების ზედამხედველობაზე მომუშავე კომიტეტი და ამ კომიტეტში საპარლამენტო ოპოზიციას უნდა ქონდეს სრულად განსაკუთრებული ფუნქციები. უბრალოდ ეხლა როცა ამაზე ვლაპარაკობ, არ დაგავიწყდეს რომ ეს საერთო უნდა იყოს სხვა კომიტეტებისთვის, შესაბამისად შესაძლებელია პარლამენტის მუშაობის ანუ რეგლამენტი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ საპარლამენტო ზედამხედველობა ვერ განხორციელდება მასში აქტიური ოპოზიციური როლისა და ფუნქციის გარეშე. აი თეონა აკუბარდია იქნება ჩემს მიერ ერთ-ერთი გამოსვლელი, ის ძალიან აქტიური იყო, როცა იყო პარლამენტში ოპოზიციის კვოტით, მას ძალიან კარგად ესმის პრობლემატიკა, მაგრამ მისი შესაძლებლობები ამ მიმართულებით უბრალოდ იმის გამო, რომ ესეთი საპარლამენტო მუშაობის ლოგიკა იყო ქვეყანაში, იყო შეზღუდული. ამიტომ მოგწონს, არ მოგწონს, ოპოზიციას უნდა ქონდეს განსაკუთრებული როლი ზედამხედველობის ნაწილში და ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხედველობაში და სხვა უწყებებიც. ორი ტიპის გამოწვევა არსებობს აქ. ერთი გამოწვევა, რომელიც კლასიკურია და მათ შორის დემოკრატიულ საზოგადოებაში დგას, ეს არის ცნობილი დილემა, ვინ დარაჯობს მოდარაჯეებს, who guards the guardians. ეს არის საკითხი, რომელიც აღელვებს დემოკრატიებს. ერთი მხრივ უსაფრთხოება და მეორე მხრივ ადამიანის უფლებები, აქ სწორი ბალანსის პოვნა უჭირს დემოკრატიებსაც. მეორე მხრივ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობა მოყვება, სადაც სპეცსამსახურებს, კონკრეტულად უშროების ორგანოებს ქონდა, პრაქტიკულად როლი, როდესაც ისინი მართავდნენ ყველაფერს, ხო? როგორ თავისუფლდებით ამ მემკვიდრეობისგან? კითხვა ასე დგას. ჩვენ სუსზე კი არ ვლაპარაკობთ, მე მგონი თუ რამე საბჭოთა დარჩა საქართველოში, დარჩა სწორედ ამ უწყებაში. ამისგან როგორ თავისუფლდებით და ჩვენი დაპირება რატო უნდა მიიღოს სერიოზულად ადამიანებმა? პირველი, მე მგონია რომ ამის თავარი გარანტი არის არა ტექნოკრატიული გადაწყვეტილებები, კონკრეტულად სუს რას მოაკლებ და მიუმატებ კანონმდებლობით, არამედ კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა არის ერთადერთი გარანტი იმისი, რომ ერთი რომელიმე პარტია ვერ ეზრდება სახელმწიფო ინსტიტუტებს და როგორც წესი ნებისმიერი პარტია ამას იწყებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე კონტროლით. ამის შემდეგ იწყება უკვე ბიზნესების, ეკონომიკის, საბავშვო ბაღების, არჩევითი ორგანოების, სპორტული ფედერაციების კონტროლი. ძირითადად სუსის გავლით ხდება ეს. ამიტომ კოალიციურობა, რომელიც ჩემი აზრით არის უახლოესი პერსპექტივა ამ ქვეყნის, ეგ არის ერთ-ერთი მთავარი ფილტრი და ჩარჩო, რომელიც ამას განსაზღვრავს. მე რაც შეეხება კონკრეტულ ტექნოკრატიულ გადაწყვეტილებებს, პირველი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი. ანუ ის არ უნდა ინიშნებოდეს უმრავლესობით.
მე მოვითხოვდი კოალიციის შიგნით მაგალითად რომ ეს იყოს 2/3-იანი უმრავლესობა. ნუ ეს უკვე ნიშნავს იმას რომ ეს ადამიანი უნდა გამოდიოდეს პროფესიული წრეებიდან, იმიტომ რომ 2/3-იანი უმრავლესობაზე კონსენსუსს ვერ მიაღწევ თუ ადამიანს არ აქვს პირუთვნელი რენომე. ეს არის მათ შორის ფილტრი იმისი რომ პროფესიული წრეებიდან მოდის ადამიანი და არა პოლიტიკური წრეებიდან. მეორე და მნიშვნელოვანი ამბავი ძალაუფლების დეკონცენტრაციის საკითხები და ახსენეს ეს ანტიკორუფციული ნაწილი რომ უნდა გამოიყოს სულს მე მგონი ამაზე ყველას გვაქვს კონსენსუსს მით უმეტეს ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნაც ეს წერია სხვათა შორის ქარტიაში რომელსაც პარტიების უმრავლესობა მხარს უჭერს და ხელი აქვს მოწერილი შესაბამისად ეს ნაწილი უნდა გამოიყოს აქ ალბათ არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი ანტიკორუფციული მიმართულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის სუსის საგამოძიებო ფუნქციები და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი, ხო? ეს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი არის აი დიდი მონსტრი, რომელზეც ჩვენ პრაქტიკულად არ ვლაპარაკობთ. მას აქვს განუზომელი ძალაუფლება აკონტროლოს ჩემი და თქვენი და ყველას პირადი ცხოვრება და თან ამას აკეთებს ისე რომ ის არის ფაქტიურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანამატი, გაგრძელება, მისი სიპია. შესაბამისად, ეს სამსახური უნდა გამოიყოს ცალკე, ის უნდა იყოს სერვისის მიმწოდებელი სხვა საგამოძიებო უწყებებისთვის, რომლებიც ამითი არიან დაკავებული, იქნება ეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ სხვაგანაც, თუ იქნება მაგალითად იგივე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო ნაწილში და ამ სამსახურის უფროსის დანიშვნის წესიც ასევე უნდა ექვემდებარებოდეს მაღალ კონსენსუსს და ეს არ უნდა ინიშნებოდეს არც ერთ შემთხვევაში მაგალითად იგივე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგინებით. ანუ ლაპარაკი რაზეა? მე პირველივე ფილტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, როცა მაგ რაღაც ოპერატიული ინფორმაცია მჭირდება, უნდა მქონდეს ამ უწყებასთან ურთიერთობაშიც. რასაკვირველია, ამის ნაწილი უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც კი არსებობს საგამოძიებო უწყებებმა და ოპერატიულმა, იმიტომ რომ ნუ ძირითადად ერთი წრიდან გამოსული ხალხია ერთნაირი მენტალიტეტის, მაინდსეტის ამიტომ ამათ შორისაც უნდა იდგეს აუცილებლად პირუთვნელი მოსამართლე. ამიტომ როცა ვლაპარაკობ დამოუკიდებელ სასამართლოზე, იმთავითვე ამასაც ეხება ეს ყველაფერი. ეს უწყება, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, მაგალითად ახლა საგარეო დაზვერვის სამსახური ახსენეს და თავისთავად ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ უნდა გამოეყოს მას და დამოუკიდებელ უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს.